4 ქართველი მეზღვაური, რომელიც თვეების განმავლობაში დაყადაღებულ გემზე იმყოფებოდა სამშობლოში, ხვალ დაბრუნდება. დაგვიანებული ხელფასი, შიმშილი და ტყვეობა მსგავსი გარემოებები ქართველი მეზღვაურებისთვის ხშირი რეალობაა. თუმცა მიუხედავად უამრავი რისკისა, ეს პროფესია ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აჭარაში ძალიან პოპულარულია. დღეისათვის საქართველოში არაოფიციალური მონაცემებით 18,000 მეზღვაურია. თემას თამილა ზოიძე განაგზობს. ბუნებრივი მოვლენები, მეკობრეების თავდასხმა, მეზღვაურების პრობლემა და ტერორიზმის საფრთხეები. ამ რისკების მიუხედავად ბათუმში მეზღვაურის პროფესია ყველაზე პოპულარულია. მეზღვაურებისთვის დიდი რისკის შემცველი სომალის ნახევარკუნძულთან გავლაა, რომლის მოსახლეობის ნაწილი თავს მეკობრეობით ირჩენს. გემებისა და პორტის საშუალებების ტერორიზმისგან დაცვის სპეციალისტის ვალიკო ჯაყელის თქმით, არსებობს სომალის ნახევარკუნძულის შემოვლითი გზა, რაც უფრო მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ გემთფლობელები რისკების გაწევას არ ერიდებიან. ამ შემთხვევაში მეზღვაურმა გემი უნდა დატოვოს ან მაღალი ანაზღაურება მოითხოვოს. სოფლიოში არის ესე იგი ისეთი რაიონები, აი მაგალითად სომალის რაიონი, მე აღმოსავლეთ მხარე, სადაც ესე იგი არ არიან ესე იგი გარანტირებული რომ ესე იგი გაიარონ ის ზონა, რომ არ შეხვდნენ ესე იგი ტერორისტები. ამიტომ ესე იგი მიღებული არის ზომები. აი მაგალითად სომალის ზონაში რო გადიან მეზღვაურები, იქ შეუძლიათ ესე იგი გემები შევიდნენ იმ ქარავანში, რომელსაც იცავენ სამხედრო გემები. ჯუმბერ აბესლამიძე 9 წელია შორეული ნაოსნობის მეზღვაურია და საშიშროების ქვეშ არაერთხელ ყოფილა. ზემოთხსენებულ გარემოებებთან ერთად იგი აქცენტს დასაქმებულთა დაუდევრობაზეც აკეთებს და ამბობს, რომ მეზღვაურები სამუშაო საათებში ხშირად ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მეზღვაურის პროფესია შეიცავს ძალიან ბევრ რისკებს, მაგალითად ბუნებასთანაც, სპირიტული თავდასხმები, ადამიანის დაუდევრობა, ალკოჰოლი და ნარკოტიკები. როგორც ასეთი ძალიან დიდი საშიშროებებია. ალკოჰოლი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს უნებს ადამიანზე, როდის სიმაღლეზე მუშაობის დროსაც თავისი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ შეუძლია გადმოვარდეს სიმაღლიდან და იმ დონეს დაიზიანოს თავისი ორგანიზმი, რომ შემდეგ სიცოცხლეზე იმოქმედოს იმან. მეზღვაურთა უსაფრთხოებაზე რეგიონში მეზღვაურთა პროფკავშირები მუშაობს. პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე დასაქმებულებს ურჩევს გემზე წასვლამდე გაეცნონ ინფორმაციას გემთფლობელის შესახებ. მისივე თქმით, არსებობს მარშრუტებისა და გემების შავი სია, რომლის არჩევას სხვა ოსნებს არ ურჩევს. პროფკავშირები მეზღვაურებს შორეულ ნაოსნობაში ხელშეკრულების გარეშე წასვლისგან თავის შეკავებისკენაც მოუწოდებს. არის ძალიან ბევრი კომპანიები, ეს გამოქვეყნებული არ არის დამალული, რომელიც ვერ აწარმოებენ იმ უსაფრთხოების ზომებს ვერ იცავენ, რომელიც საჭიროა საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად. ყველა სასწავლებლის უფროსებსაც და ყველას ვაფრთხილებთ, რომ ადამიანი როცა აპირებს წასვლას, მოვიდეს ჩვენთან, გაიაროს კონსულტაცია. არც თუ ისე იშვიათად განგაშის სიგნალი სოს ადრესატამდე ვერ აღწევს, ამიტომ მეზღვაურები შუა ზღვაში არსებულ უამრავ დაბრკოლებასთან, მათ შორის სტიქიასთან მარტო რჩებიან.